ჩვენ ახლა ლაშათორდიას მეუცოლს მაია ირემაშვილს გავესაუბრებით. ქალბატონო მაია, დიდი მადლობა რომ ჩვენ შეკითხვებს პასუხობთ. იქნებ გითხრათ საბოლოოდ დასრულდა თუ არა დაკითხვის პროცესი, იმიტომ რომ ეს რამდენიმე ფრაგმენტიანი იყო, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გრძელდებოდა, დროდადრო წყდებოდა. დღეს რა ეტაპზეა და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა? ლაშას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გამოძიება დაკითხვა მიმდინარეობდა დაახლოებით 4 საათის განმავლობაში. დასრულდა ლაშას დაკითხვა საბოლოოდ, როგორც თვითონ გამოძიებლებმა გვითხრეს. ლაშა სტაბილურად და ნორმალურად გრძნობს თავს, თუმცა წოლითი რეჟიმი აქვს მას. გამოკითხვის პროცესი დასრულდა. კიდევ დამატებითი ინფორმაცია ხომ არ მიგიღიათ გამომძიებლებისგან? ლაშას გამოკითხვის პროცესი დასრულდა. დიახ, თქვენ ბუნებრივია დაინტერესებული ხართ სხვა საგამოძიებო მოქმედებებით, ამის შესახებ თუ მიიღეთ ინფორმაცია? არა, მე არანაირი ინფორმაცია არ მიმიღია და ვფიქრობ, რომ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას, თუ როგორ წარიმართება იგი და ამის შემდეგ უკვე ლაშა გააკეთებს ვრცელ კომენტარს ამასთან დაკავშირებით. კარგი, ქალბატონო მაია, თქვენ ბატონმა ლაშამ თქვა, რომ ის უნდობლობას უცხადებს, იმიტომ რომ ეჭვი აქვს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ფარცხალაძესთან შეთანხმებით მოქმედებენ. დღეს ეს თქვენი პოზიციაა თუ ოჯახი ზოგადად ჩამოყალიბდა, რომ მეტი ნდობა გაუჩნდა საგამოძიებო მოქმედებების მიმართ, ზოგადად გამოძიების პროცესის მიმართ? ისეთ რა გავრცელებული კადრების შემდეგ ლაშას და არა მხოლოდ ლაშას ოჯახის წევრებსაც გაგვიჩნდა გარკვეული კითხვის ნიშნები, ვინაიდან მაღალი თანამდებობის პირები იმყოფებოდნენ ბატონ ოთართან სახლში და აქედან გამომდინარე ლაშას რა თქმა უნდა გაუჩნდა გარკვეული ეჭვები, თუმცა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას და ამის შემდეგ გავაკეთებთ ჩვენ ყველანი და ლაშა გააკეთებს ამის შემდეგ კომენტარს ამასთან დაკავშირებით. ნუ დავასწრებთ და ნუ გაუსწრებთ მოვლენებს, მე მგონი ასე უფრო კარგით. ქალბატონო მაია, თქვენ და რამდენიმე შეკითხვა მაქვს. თქვენ ალბათ უსმინეთ დღეს ადვოკატებს, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატებს, თუ არ გისმენიათ რამდენიმე ფრაგმენტი შემიძლია გაგაცნოთ, მათ იქამდე მიყავთ ვერსია, რომ თითქოს თვითდაზიანებები მიყენებული, ასევე პროვოცირებული იყო ეს ინციდენტი ლაშათორდიას მხრიდან და მთავარი შეკითხვა, რომელიც მათ აქვთ ამ საქმეში, რატომ დარჩა ის ბარში ინციდენტის შემდეგ გვიანობამდე და გვიან მიმართა შემდეგ, მოკლედ იქ დარჩაო და დიდხანს იყო და თუ მოისმინეთ, თუ არა რაღაც დეტალებს კიდევ გეტყვით მათი განცხადებები და რაზეც შეიძლება თქვენ კომენტარი გასცეთ. პასუხი გასცეთ. კი ბატონო, რაც შეეხება თვითდაზიანებებს, რომელიც ლაშამ მიიყენა, თავად ეს არის მართლა სასაცილო და აბსურდული და ამასთან დაკავშირებით აი კომენტარის გაკეთებაც არ მინდა. რაც შეეხება იმას, რომ მეორე რა კითხვა იყო უკაცრავად შემახსენეთ. ისინი საუბრობდნენ, რომ დილამდე დარჩა ელცენტროში აი ამ ინციდენტის შემდეგ. დილამდე არ დარჩენილა. ლაშა დაახლოებით 4 საათისთვის მოვიდა სახლში და შემდეგ უკვე დაეწყო თავის ტკივილები, გახდა ძალიან შეუძლოდ, ისე რომ მე უკვე ვეღარ ვახერხებდი მარტო აი ამ ძლიერი თავის ტკივილის გაყუჩებას, ასე თქვათ, მედიკამ და გამოვიძახე 112-ს მიმართე დაახლოებით 5:30-ზე და მოვიდა პატრულიც, მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანაც და შემდეგ უკვე გადავიყვანეთ საავადმყოფოში. ეხლა სანამ თქვენი ჩართვა დაიწყებოდა, ჩვენ მაყურებელს ვაჩვენეთ გაგი მოსიაშვილის კომენტარი, რომელიც დღის ამბებში ორზე მან გააკეთა. დაახლოებით ინციდენტს ის ასე აღწერს, რომ მისალმების დროს თითქოს ბატონმა ლაშამ ბატონ ოთარს სახე ძალიან ახლოს მიუტანაო და ამის შემდეგ დაცვა ჩაერთო და უბრალოდ აი პირადი სივრციდან გაიყვანა, თავის დაცვის ქვეშ ყოფის პირადი სივრციდან გაიყვანა ბატონი თორდიაო. აი ასეთი აღწერილობა ინციდენტის თქვენ დიახ, იქნებ კიდევ გაგვიმეოროთ თქვენი ვერსია, რომელიც დიახ არა, ეს არ შეესაბამება, რა თქმა უნდა, სიმართლეს. არაფერი მაგის მსგავსი იქ არ ყოფილა, როგორც ლაშასგან ვიცი და ასევე გააკეთა მან რამდენჯერმე ისაუბრა უკვე ამ თემაზე, ასე რომ ეს ნამდვილად არ შეესაბამება სიმართლეს.
ასევე ის რომ იქ რამდენიმე პირის მხრიდან იყო დიახ და თითქოს იქ 5 და 10 თავდასხმელი განსხვავებულ ვერსიებზე სწაუბრობსო, მხოლოდ ფარცხალაძე იყო თავის დაცვის წევრებთან და დაცვამ უბრალოდ ადეკვატური რეაგირება მოახდინა. ანუ თქვენ თუ იცნობთ მართლა დაცვის ასე ვთქვათ ადვოკატების განცხადებებს და კიდევ ერთხელ ჩაგეკითხებით უკაცრავად რა შეიძლება თქვენ საპასუხოდ თქვათ? ლაშა, როგორ შეიძლება ადამიანი იყოს 2-3 წამში, როგორ შეიძლება ადამიანი ისეთ ცემო, რომ მიაყენო, კონდეს საშუალო სიმძიმის ტვინის შერყევა, ორივე ტუჩი კონდეს გახეთქილი, თვალი კონდეს ჩალურჯებული და ყური კონდეს კიდევ ასევე ჩალურჯებული. აი, ეს 3 წამში როგორ შეიძლება რომ მოახერხო ერთმა ადამიანმა. იქ იყო რამდენიმე ადამიანი და ასევე მთავარი მოწმე არის ელცენტროს დაცვის წევრი, რომელიც ასევე აშველებდა და იქ მონაწილეობდა ამ ინციდენტში და ჩხუბში, ასე ვთქვათ. გასაგები, ანუ ბატონ ლაშას მდგომარეობა ეხლა კიდევ ვკითხავ, ჯანმრთელობის ნორმალურია და ის თავის პრეზენტაციას, რომელზეც საუბრობდა აუდიტის სამსახურის, ვთქვათ, უახლოეს მომავალში, რა თქმა უნდა, გააკეთებს კი ამასთან ამ პრეზენტაციას, რადგან აუდიტის სამსახური 1 წლის განმავლობაში მუშაობდა, მე როგორც ვიცი, და ამაში ჩართული იყო ძალიან ბევრი აუდიტორი და ამასთან დაკავშირებით გააკეთებს როგორც კი ფეხზე დადგება და როგორც კი ამის ფიზიკური შესაძლებლობა მიეცემა. როგორც პროდიუსერი მეუბნება, შესაძლოა ეს არ არის ზუსტი ინფორმაცია, ამიტომ თქვენთან დავაზუსტებ, თქვენც გამოგკითხათ გამომძიებლებმა. ეს ასე იყო თუ არა? არა, გამომძიებლებმა ერთადერთი მომთხოვეს ის ჩასაცმელი, რაც ეცვა ინციდენტის ღამე ვეცი მათ ეს პულავერი და მაისური, რაც ეცვა ლაშას და კიდევ ხელსაწმენდები, რომელიც მანქანაში იყო, სისხლიანი ხელსაწმენდები, ასე. ის პულავერი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ანუ მისი ჩასაცმელი ატარებს კვალს ამ ინციდენტის? არის მუქი ფერის, ორივე არის და ანუ ერთი შავი არის, ერთი მუქი ლურჯი და ესე არ ჩანს, ანუ სისხლის კვალი, ესე ერთი თვალით შეიძლება ვერ დაინახო, მაგრამ ნუ ექსპერტიზა თუ ჩაუტარდება, შეიძლება ნახო. ძალიან დიდი მადლობა, ჩვენ შეკითხვებს პასუხობდა მაია ირემაშვილის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის ლაშა თორდიას მეუღლეა, როგორც იცით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის გამოკითხვა დასრულდა, გამომძიებლებმა თორდიას სახლი უკვე დატოვეს და როგორც მისმა მეუღლემ განგვიცხადა